დილამშვიდობისა ტრეიდერებო, დღეს ხუთშაბათი ერთ ყველაზე დატვირთული დღე მთელი კვირის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ევრო-დოლარის სავალუტო წყვილზე აზიურ სესიაზე გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი ფასი 1.1160, 1.1130 პუნქტიანი დიაპაზონი. Ამ დიაპაზონის გარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია ავირჩიოთ იგივე მიმართულება და ვივაჭროთ ტრენდის მიმართულებით. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ყოველი შემთხვევისთვის დღეს ჩამოყალიბებული ტენდენცია გაგრძელდება მაქსიმუმ ხვალამდე, რადგან სხვა დაგეგმილია უმუშევრობის მონაცემი და დასაქმების მაჩვენებელი ამერიკიდან, რაც ნიშნულობდან შეცვლის ბაზრის ტენდენციებს მთელი მომავალი ერთი თვისთვის. დღეს ცნობილი გახდა ავსტრალიიდან საცალო გაყიდვების მაჩვენებელი, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც უარყოფითად აისახება ავსტრალიურ დოლარზე, მით უმეტეს რომ საბრძოლო განაკვეთი შემცირდა წინა კვირას. ეს ორი მოვლენა გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან უარყოფითად აისახება ავსტრალიური დოლარის ფასზე საერთაშორისო ბაზრებზე. ამასთან გუშინ ცნობილი გახდა ამერიკიდან ედინავთობის მარაგები. დღეს კი დაგეგმილია ამერიკის უმუშევრობის საჩივრები, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაცემია და დაახლოებით ერთკვირიან ტენდენციებს აყალიბებს. ხოლო ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. გუშინდელმა უმუშევრობის წინასწარმა მონაცემმა გვიჩვენა, რომ უმუშევრობა არ შეცვლილა ამერიკაში, ნახოთ და დასაქმებაც არ შეცვლილა ამერიკაში, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ასევე დღეს დაგეგმილია დიდი ბრიტანეთის საპროცენტო განაკვეთის რელიზი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ფუნდზე და ფუნტის ტენდენციებზე. გაირკვევა დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის ტენდენციები. დიდი ალბათობით საპროცენტო განაკვეთი შემცირდება, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დღეისათვის სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, ხვალამდე.